გამარჯობა გამას გულშემატკივარს გამას ონლაინ მაყურებელს დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ დღეს თქვენ ხართ გამას ოფიციალურ face to face-ებზე და აწონვებზე თუმცა მარტო გამას ძირითად ლიგის face to face-ი და აწონვები არ გველის დღეს ასევე road to გამას წყვილები მინდა გაგაცნოთ დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს როგორც მოგეხსენებათ, road to გამას ბრძოლები უკვე არაფრით არ ჩამოუვარდება ძირითად ლიგას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგაცნოთ ის გმირები, რომელიც უსასტიკეს სანახაობას გვაჩვენებენ სულ მალე, კვირა დღეს, ანუ ზეგ ვნახავთ მათ ბრძოლებს. თუმცა სანამ გადავიდოდეთ წყვილების წარდგენაზე, მე მინდა სასიამოვნო ამბავით მოგახსენოთ დღეს გამას ახალი მხარდამჭერები ყავს. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მხარდამჭერს და ახალ კომპანიას IT სფეროში, რომლებსაც შეუძლიათ digital marketing-იდან დაწყებული, SMM marketing-ით გაგრძელებული და უბრალოდ კომპიუტერის აწყობას თუ გინდა სრულყოფილად უზრუნველყოთ ამ კომპლექსურ სერვისებს. კომპანია Byte Labs, მეგობრებო, ახალი გამა სპონსორი და მხარდამჭერი, გთხოვთ აპლოდისმენტები. კიდევ ერთი ახალი მხარდამჭერი ყავს, რომელიც ტრადიციულად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოს მასშტაბით საბრძოლო ლიგებს მხარს უჭერს უკვე რამოდენიმე წელი კი არა 10 წლეულიც შეიძლება ითქვას. საბრძოლო ხელოვნებების ტრადიციული მხარდამჭერი კომპანია ნემიროვი ახლა გამას მხარდამჭერიცაა. აპლოდისმენტები მეგობრებო. და ჩვენი გენერალური სპონსორი კომპანია ლიდერბეთი. გთხოვთ აპლოდისმენტები გამას გენერალურ სპონსორს. ამაშასე გადავიდეთ road to გამას წყვილებზე და road to გამას ზრდასრული წყვილები მინდა გაგაცნოთ უპირველეს ყოვლისა. მაშასე ეს წყვილი შეხვდება 68 კილოგრამ-წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო პირველი მებრძოლი ზუკა ძიმის ტარიშვილი. ზუკა გვიჩვენებს 68 კილოს ზუსტად. დიმასთან ჩვენს რინგს გაიზიარებს საბა კვანჭიანი. საბაც გვიჩვენებს 68 კილოს. მაშასე ზუკა ძიმისტარიშვილი კლუბი ჯიქის წარმომადგენელი და საბა კვანჭიანი კლუბი ჩემპიონი გაიზიარებენ რინგს სულ მალე გამას 8 კუთხა რინგზე. თვალი არ დაახამხამოთ, მაგარი ბრძოლა გველის და დავემშვიდობოთ სპორტსმენებს აპლოდისმენტებით. შემდეგი ბრძოლა შედგება 79 კილოში და მე მინდა ვიხმო ლუკა პეტრიაშვილი. სამწუხაროდ ის ლუკა, რომელიც დღეს ვერ მოვიდა და ვერ დაეწვია face to face, თუმცა მისი მეტოქე და გამას ვინც თვალსადევნებთ თქვენთვის უკვე ცნობილი მებრძოლი ირაკლი ბრეგვაძე დღეს აქ არის. ირაკლი გვიჩვენებს 69 კილოს ზუსტად. წონა ჩაბარებულია. იკა ვერ დაგისპირებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უმაგრეს ბრძოლას შემოგთავაზებთ შენ და ლუკა. გავაცილოთ აპლოდისმენტებით ირაკლი ბრეგვაძე. მე შემდეგი მინდა ვიხმო ნიკო
ნიკოდემუს ფაცაცია, მებრძოლი 76 კილოგრამის. $76 კილო, წონა ჩაბარებულია. ნიკოდემუსის მეტოქე, თორნიკე, ციკლაური. ეს ჩვენი ლომკაცაა, კაცო. $76 კილო, წონა ჩაბარებულია. აჰა, განგსტერი, ნიკოდემუსის წინააღმდეგ. გორი, გუდიანის წინააღმდეგ. მაშასე, ნიკოდემუს, ფაცაცია, თორნიკე, განგსტა, ციკლაური. გავაცილოთ ბიჭები, აპლოდისმენტები. შემდეგი ბრძოლა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვუძახი გაბრო სამსიანს. წონა ჩაბარებულია. კი ბატონო, დაფიქსირებულია გაბრო 77 კილოგრამი და გაბროს მეტოქე სანდრო გოგიაშვილი. აშკარად კაი ფორმაში არიან მებრძოლები, წონა ჩაბარებულია. მაშასე გაბრო სამსიანი, სანდრო გოგიაშვილი მეგობრებო, ბრძოლა შედგება 77 კილოგრამში. რა ტანზე არიან მებრძოლები? კაი ჯახსუელი თან ბიჭებისგან. შემდეგი ბრძოლა წონით კატეგორია 70 კილოგრამში და მე ვიხმობ ამირან შველიძეს. წონა ჩაბარებულია. ამირანის მეტოქე ზურა ხურციძე. ზურამაც წარმატებით ჩააბარა წონა. მაშასე კლუბი Bad Boys წარმომადგენელი ამირან შველიძე, კლუბი ჯიქის წინააღმდეგ ზურა ხურციძე. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. შემდეგი ბრძოლა შედგება 85 კილოგრამში და მე მინდა ვიხმო ელდარ მამედოვი, კლუბი ჩემპიონის წარმომადგენელი. წონა ჩაბარებულია ელდარ. ელდარის მოწინააღმდეგე ლუკა ძიმისტარიშვილი, კლუბი ჯიქიდან. წონა წარმატებულად ჩაბარებულია. ელდარ მამედოვი, ლუკა ძიმისტარიშვილი მეგობრებო. აპლოდისმენტები მებრძოლებს. და მთავარი ბრძოლა, რომელიც დააგვირგვინებს
ჩვენს Road to Gamas cards. საკმაოდ საინტერესოა. ვინაიდან იმის გარდა რომ დიდი წონითი სხვაობაა ამ მებრძოლებს შორის, ასევე წლოვანებაშიც საგზნობის სხვაობაა. და მე მინდა ვუხმო პირველს ახალგაზრდას. საბა ნარსია მეგობრებო. 93 კილოს გვიფიქსირებს საბა. ვინც არ იცნობ, საბა არის გამას 93 კილოს აღმომავალი ვარსკვლავი და საბას მეტოქე კი. ვინ იფიქრებდით და ვინ და გიორგი დოლიაშვილი გამას მთავარი მსაჯი. გამოცდილი მოკრივე წაუგებელი რეკორდით, პროფ რეკორდით 5-0-ზე გიორგი დოლიაშვილი. ვნახოთ აბა როგორ გაართმევს დოლია. შეგახსენებთ რომ ეს ბრძოლა შედგება მუშტიკრივის წესებით, თუმცა კრივის ხელთათმანებით. საბა ნარსია გიორგი დოლიაშვილის წინააღმდეგ. ეთილი მე მგონი პაუზა არ გვინდა, როგორც ასეთი გადავიდეთ ძირითად კარდის წარდგენაზე. კიდევ ერთხელ სანამ წარვადგენდე პირველ წყვილს, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყოველივე ჩვენს მაყურებელს, რომელიც აგვეწვია, რომელიც ონლაინ გვიყურებს და ასევე ყველა ჩვენს მაყურებელს უპირველეს ყოვლისა YouTube-ზე, თუმცა არა მარტო YouTube-ზე, ყველა პლატფორმაზე, ვინც გამას მხარს უჭერს, უკომენტარებს, ალაიქებს და თუნდაც აკრიტიკებს და ადისლაიქებს, ყველას დიდი მადლობა. თქვენ მოსაწონად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ასევე რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს ხარდამჭერებს, კომპანია Byte Labs, Nemirovs და Leader Bets. აპლოდისმენტები გამას გულშემატკივარს. ჩვენ კი გადავიდეთ ძირითად კარდის პირველ წყვილზე. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ პრელიმები ამ კარდის გავა YouTube-ზე პირდაპირ ეთერში. ამიტომ უბრალოდ არაფერი არ უნდა დაგეგმოთ დღეიდან დაწყებული კვირის დამთავრებით. მაშასე პირველი წყვილი, რომელიც რინგს გაიზიარებს 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო ბუთხუზი კიზირია. ბუთხუზი გვიბარებს 55 კილოგრამს და 900 გრამს. წონა ჩაბარებულია. ბუთხუზის მეტოქე ავთანდილ პატარკალაშვილი. ავთანდილის წონა 56 კილოგრამი და 300 გრამი. მაშასე მეგობრებო, ორივე მებრძოლს აქვს დასამტკიცებელი თავისთვისაც და ჩვენს მაყურებლისთვისაც. ამიტომ სერიოზულ ჯახს ვიხილავთ სულ მალე. უკვე ხვალ. კიდევ ერთხელ ბუთხუზი კიზირია და ავთანდილ პატარკალაშვილი.
შემდეგი წყვილი რინგს გაიზიარებს ასევე 57 წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო პირველი მათგანი, რომელიც ხვალ დებიუტს ჩაატარებს გამას რინგზე. გუგა არღულიანი! გუგა გვიჩვენებს 56 კილოგრამს და 300 გრამს. წონა ჩაბარებულია წარმატებით. გუგას მეტოქე მიხეილ Wild B Zaridzē. მიხეილის წონა 56 კილოგრამი და 500 გრამი. წონა ჩაბარებულია. დაუპირისპიროთ მებრძოლები ერთმანეთს. მაშასე გუგა არღულიანი მიხეილ Wild B Zaridzē მეგობრებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. შემდეგი წყვილი 66 კილოგრამის მებრძოლები. პირველი მათგანი მე მინდა რომელიც ვიხმო ჩვენს სასწორთან. დებიუტანტი თედო როგავა. თედო გვიბარებს სერიოზული ზაპასი წონას 64 კილოგრამს გვიფიქსირებს. თედოს მეტოქე გიორგი თევაძე. გიორგის წონა 65 კილოგრამი და 600 გრამი. წონა წარმატებით ჩაბარებულია. მაშასე მეგობრებო, ორივე მებრძოლი დებიუტს შემოგთავაზებს ხვალ, თუმცა დამიჯერეთ. მათთვის დებიუტი მხოლოდ გამას რინგზეა. ბრძოლაში ორივე გამოცდილი და გამოცდილი ახალგაზრდაა. თედო როგავა და თევაძე გიორგი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. აჰა. შემდეგი ბრძოლა, რომელიც ჩვენს პრელიმებს დააგვირგვინებს და რაღაც დონეზე პრინციპული დაპირისპირებაცაა. მე მინდა პირველ მათგანს ვუხმო. პუშკინა გიორგი თათიკაშვილი. პუშკინა ზაპასით გვიბარებს წონას 68 კილოგრამს აფიქსირებს გამას სასწორზე. წონა ჩაბარებულია. პუშკინას მეტოქე მისი სეხნია გიორგი შურის მაძიებელი ბიბილური. გიორგი გვიფიქსირებს 70 კილოგრამს და 200 გრამს. წონა ჩაბარებულია ორივე მებრძოლის მიერ. მაშასე მეგობრებო, ეს იქნება რევანში. როგორც მებრძოლები შეგვირდნენ, კიდევ უფრო სასტიკი ბრძოლა იქნება ვიდრე პირველმა დაპირისპირებაში. ამიტომ წარმატება უსურვოთ ორივე გიორგის და ჩვენ კი დაველოდოთ ხვალინდელ საღამოს და აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჯერჯერობით ბიჭები. აი, გადავიდეთ ძირითად ქარდის ბრძოლებზე, რომელსაც გახსნის ბრძოლა 77 კილოგრამ კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო პირველი მებრძოლი ვახო ღვიჩოვა.
ვახო გვიფიქსირებს 76 კილოგრამს და 700 გრამს. წონა წარმატებულად ჩაბარებულია. ვახოს მეტოქე. სპორტსმენი გორიდან. გია ალავერდაშვილი. $77 კილოგრამი ზუსტად წონა ჩაბარებულია. სტილების დაპირისპირება. ვახო ხვიჩავა, გიორგი ალავერდაშვილი. აპლოდისმენტები გთხოვთ. შემდეგი ბრძოლა. საკმაოდ საინტერესო და რაღაც დონეზე პრინციპული დაპირისპირება. მე მინდა ვიხმო პირველი მათგანი კონსტანტინე მიმინოშვილი. კოტე გვიფიქსირებს 70 კილოგრამს და 300 გრამს. წონა ჩაბარებულია. როგორც კოტეს თვითონ ეტყობა ტანზე, აშკარად ბევრი იშრომა წონის ჩაბარებაზე. კოტეს მეტოქე. მებრძოლი ბათუმიდან. ლაზი, მამია, მევიშიში. მამია მაქსიმალური დარღვევით აბარებს წონას 73 კილოგრამი და 500 გრამი. მეგობრებო, ეს აისახება არა მარტო ფინანსებზე, არამედ ქულებზეც. მამია მინუს ქულით იწყებს ყოველივე რაუნდს. თუმცა დამიჯერეთ, ამით ბრძოლა კიდევ უფრო სანახაობრივი გახდება. მაშასე კონსტანტინე მიმინოშვილი და მამია მევიშიში. ბრძოლა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. შემდეგი წყვილი. რინგს გაიზიარებს ასევე 70 კილოგრამში. და მე მინდა ვიხმო გიორგი ყაველაშვილი. გიორგი გვიბარებს 69 კილოგრამს და 700 გრამს. აპლოდისმენტები, წონა ჩაბარებულია. როგორც გიოს ეჩქარება გასვლა, როგორც მე მომახსენეს სამწუხაროდ გიგი ბერიძე რატომღაც ისევ ამოუცნობი მიზეზების გამო ვერ ესტუმრა ჩვენს ოფიციალურ აწოვების და დაპირისპირებების ცერემონიას. რავი, ვიმედოვნებ, რომ ჩხუბებამდე რამენაირად მოაღწევს ეს ბიჭი. მე გავიმეორებ, რომ ასეთ საქციელი უპასუხო არ რჩება უბრალოდ ჩვენს მიმართ. შემდეგი წყვილი. ერთ-ერთი ყველაზე დაჰაიპებული რევანში. ბრძოლა, რომელიც თავიდანვე ესე უეცრად ძალიან პედესურად გაიჩიტა. როგორც მოგეხსენებათ, კოტეს ჩაეხსნა პრინციპული მეტოქე ელგუჯაგოგია, თუმცა დიმაჯიქიამ სულ რაღაც 24 საათით ადრე გადაარჩინა ეს ბრძოლა
და ამით კიდე უფრო მეტი ბედესური გახადა და თვითონ ბრძოლაც გავიხსენოთ ძალიან სანახაობრივი იყო. და რა თქმა უნდა იმ ბრძოლამ გამოიწვია ბევრი საკითხი, რომელზეც ბიჭები შეგვირდნენ ყველა მათზე საკითხებს გულისხმობ. პასუხს გასცემენ ხვალ. ახლა კი მე მინდა ვიხმო დიმა, Die Hard, ჯიქია. ამ ბრძოლად შედგება 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თუმცა დიმა გვიბარებს 60 კილოგრამს და 200 გრამს. დიმას მეტოქე, კოტე, ზომბი, ჭკადუა. კოტე გვიბარებს 61 კილოგრამს ზუსტად. წონა ჩაბარებულია ორივე მებრძოლის მიერ. დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. დიმა ჯიქია, კოტე, ჭკადუა მეგობრებო. უსასტიკესი სანახაობა გველის უკვე ხვალ გამას რინგზე. და მთავარი ბრძოლა, სადაც გათამაშდება ვაკანტური საჩემპიონო კამარი. და მე მინდა ვიხმო აკა AK-47 გაგრიაშვილი მეგობრებო. აკა გვიფიქსირებს 65 კილოგრამს და 600 გრამს. წონა წარმატებით ჩაბარებულია. აკასთან 5 რაუნდიან ბრძოლაში გაარკვევს თუ ვისი მუშტი უფრო მყარია. ირაკლი ჯეირანაშვილი მეგობრებო. ირაკლი გვიფიქსირებს 65 კილოგრამს და 500 გრამს. წონა ჩაბარებულია. საჩემპიონო ბრძოლა შედგება და ამ კამას მხარზე მოიხვევს უძლიერესი მათ შორის აკა გაგრიაშვილი, ირაკლი ჯეირანაშვილი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩემპიონობის პრეტენდენტები. მეგობრებო, მე კი ჯერჯერობით გემშვიდობებით, თუმცა სულ რაღაც 2 საათში გამას ფაით პიტზე ვიხილავთ 10 სუპერ დაპირისპირებას გრეპლინგის წესებით, სადაც co-main eventში გაარკვევენ ვისი მახრჩობელა უფრო სასტიკია, ნიკა მუშკუდიანი და გაბრიელ ბარამია და main eventში ჩვენ ვიხილავთ ეპიკურ დაჯახებას. ნიკა ვეკუა გოგა რაზმაძეს წინააღმდეგ. წამოყვევით გამა TV-ზე, თვალი არ დაახამხამოთ, გამა საბრძოლო ვიკენდი იწყება. ამიტომ თვალი არ დაახამხამოთ მეთქი და ვიჩხუბოთ ბიჭო, ვიჩხუბოთ!